საკაბელო ტელევიზია Global TV-ს აბონენტებისთვის ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მაუწყებლობა 27 მარტიდან შეწყდება. Global TV-ს განვითარებისა და მარკეტინგის დირექტორმა ზურაბ ბაზლიძის თქმით წერილში, რუსთავი 2-მა გათიშვის მოთხოვნის მიზეზად საკაბელო ტელევიზია კავკასუს TV-სთან თანამშრომლობა დაასახელა. ტელეკომპანია იმედმა კი Black-ის სათისთან თანამშრომლობა, რომელიც ამ ეტაპზე არ მაუწყებლობს. ბაზლაძის განმარტებით ნაციონალური არხების მხრიდან ეს ტენდენცია მას შემდეგ დაიწყო, რაც 9 მარტს Global TV-ს კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას აცნობა, რომ ტელეკომპანია მეცხრე არხთან მაუწყებლობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმდა. ზურაბ ბაზლიძე მიიჩნევს, რომ ტელეკომპანიების ეს ნაბიჯი მომხმარებლების უფლებების დარღვევაა. მისივე ინფორმაციით, მიუხედავად ამისა, Global TV-ში აბონენტთა გადინება ამ დროისთვის არ ფიქსირდება. აბონენტების შენარჩუნების მიზნით კი კომპანია ახალი სატარიფო პაკეტებისა და მომხმარებლებისთვის სხვა ტელეკომპანიების შეთავაზებას გეგმავენ. საკაბელო ტელევიზია Global TV-ს აბონენტებისთვის ტელეკომპანია იმედის ტრანსლირება 15 მარტიდან შეწყვეტილია. დეტალებს კი საღამოს 9 საათზე ირაკლი დანელია გიამბობთ. იმედი მქონდა, რომ რუსთავი 2 ამ ნაბიჯს არ გადადგამდა. თუმცა ეს სამწუხაროდ მოხდა და დღესდღეობით ჩემთვის მაინც რთული გასარკვევია რამ გამოიწვია ეს ყოველივე. როდესაც იგი რუსთავი 2 ასახელებს ვთქვათ ეთიკურ ნორმებს, მე მგონი ალბათ მათ უნდა გაითვალისწინონ ასევე ეთიკური ნორმები აბონენტთა დამოკიდებულებაშიც, მათ მომხმარებელთა დამოკიდებულებაშიც. როდესაც მათ რაღაცა თავიანთი კომერციული მიზეზებიდან გამომდინარე წაართვეს მათ უფლება მათი არხის ყურებისა. რაც შეეხება პირველი არხს, მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება აბსოლუტურად აბსურდული ამ ნაბიჯის გადადგმა, იმიტომ რომ პირველი არხი ვალდებულია ყველა მომხმარებელთან, იმ მომხმარებელთან, რომლის ჯიბიდანაც იგი ფინანსირდება, ყველგან და ყოველთვის მიიტანოს საკუთარი მაუწყებლობა. საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს უფლება ნებისმიერ სატელიტურ კომპანიას მიცეს ან არ მიცეს სიგნალი, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩემი მოსაზრება არის ისეთი, რომ მე მგონი სიმართლეს არ შეეფერება თქო. არ ყოფილა ამაზე საერთოდ საუბარი. ექვიც არ გაჩენილა.